Fyodor Dostoevsky, ძმები კარამაზოვები, პირველი წიგნი, მეხუთე თავი, ბერ მოძღვარნი. შესაძლოა მკითხველისგან ვინმე მიფიქროს, რომ ჩემი ახალგაზრდა კაცი ავადმყოფური, ექსტაზური, სუსტად განვითარებული ბუნების მქონე, ფერმკრთალი მეოცნებე, ბეჩავი, უძლური ვინმე იყო. პირიქით, ალიოშა იმხანად ბრგე, ლოყე ბღაჟღაჟა, თვალე ბგაცის კროვნებული, ჯანღონით სავსე 19 წლის ჭაბუკი გახლდათ. მაშინ ძალიან ლამაზიც კი იყო. ტან გამართულს, საშუალოზე მაღალს, წაბლისფერ თმიანს, სწორნაქვთიან, ოდნავ მოგრძო სახეზე, მუქ ნაცრისფერი, გან-განზე გამდგარი თვალები უელავდა. ერთობ ფიქრიანი და მშვიდი ჩანდა. შესაძლოა თქვან, ღაჟღაჟა ლოყები ფანატიზმსა და მისტიციზმს არ გამორიცხავსო. მე კი მგონია ალიოშა ყველაზე მეტად რეალისტი იყო. რა თქმა უნდა მონასტერში ყოფნისას სასწაულებისა სავსებით სწამდა, მაგრამ ჩემი აზრით სასწაული რეალისტს ვერასდროს შეაცბუნებს. რეალისტ სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს. მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარსდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს. ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ბადებს, არამედ რწმენა ბადებს სასწაულს. რეალისტმა თუ კი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. მოციქულმა თომამ განაცხადა, მანამდე არ ვირწმუნებ, სანამ თვალით არ ვიხილავო. ხოლო როცა იხილა, თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. სასწაულმა აიძულა ერწმუნა? ალბათ არა. ირწმუნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა ერწმუნა და შესაძლოა სავსებით სწამდა თავისი არსების იდუმალ კუნჭულში, მაშინაც კი, როცა ამბობდა, არ ვირწმუნებ, სანამ თვალით არ ვიხილავო. შესაძლოა თქვან, ალიოშა გონება ჩლუნგი, განუვითარებელი იყო, სწავლა არ დაუსრულებიაო და სხვა. სწავლა რომ არ დაუსრულებია, ეს მართალი გახლავთ. მაგრამ იმის თქმა, რომ გონება ჩლუნგიან და სულელი იყო, ძალზე უსამართლობა იქნებოდა. უბრალოდ გავიმეორებ, როცა ზემოთ უკვე ვთქვი. რაც ზემოთ უკვე ვთქვი. ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ იმხანად ამ გზის რწმენამ განმსჭვალა და წყვდიადიდან ნათლისკენ მიმსწრაფ მის სულს წარმმართველ იდეალად დაესახა. ამასთანავე ერთგვარად უკვე ჩვენი ბოლო დროის ჭაბუკი გახლდათ, ესე იგი ბუნებით პატიოსანი, სიმართლის მოწადინე და მაძიებელი და სიმართლის ძალა რა კი გაირწმუნა, თავდაუზოგავად მთელი სულითა და გულით მიისწრაფოდა. დაუყოვნებლივ ამ სიმართლის მონაწილე გამხდარიყო, გმირობის გამოჩენას ელტვოდა და დაუცხრომლად წყუროდა. საგმირო საქმისთვის ყველაფერი, თვით სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაეღო. თუმცა საუბედუროდ ამ ჭაბუკებს ვერ შეუგრძნიათ, რომ სიცოცხლის მსხვერპლად გაღება შესაძლოა ყველაზე იოლი რამ იყოს მსხვერპლის გაღების მრავალ გზათა შორის. მათ უმრავლესობას უმეტესად არ ძალუძს მსხვერპლად გაღება მჩქეფარე, ჭაბუკური ცხოვრების 5-6 წლისა, მაგალითად, მეცნიერების დასაუფლებლად სამძიმო, ძნელი სწავლისთვის, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რათა თავიანთი ძალები გაათმაგონ. იმავე სიმართლისა და იმავე გმირობის მსახურებისთვის, რაც გულში ამოუჭრიათ და რასაც მიელტვიან. ამგვარი მსხვერპლის გაღების ძალა არ შესწევთ. ერთი ეგ არის, რომ ალიოშამ საპირისპირო გზა აირჩია, თუმცა სასწრაფოდ გმირობის გამოჩენა ისევე სწუროდა. სერიოზულად დაფიქრდა თუ არა და იმ რწმენით განიმსჭვალა, რომ უკვდავება და ღმერთი არსებობს ბუნებრივია, საკუთარ თავს უმალვე უთხრა. მინდა უკვდავებისთვის ვიცოცხლო, ხოლო სანახევრო კომპრომისს შესაძლოდ არ მივიჩნევო. ზუსტად ასევე, თუ კი ირწმუნებდა, რომ უკვდავება და ღმერთი არ არსებობდა, ისვე ათეისტებისა და სოციალისტების გზას დაადგებოდა. რამე თუ სოციალიზმი არა მარტო მუშათა კლასის, ანუ ეგრეთ წოდებული მეოთხე წოდების საკითხია.
არამედ უპირატესად ათეისტური, ათეიზმის თანამედროვე განხორციელების საკითხი. საკითხი ბაბილონის გოდოლისა, რომელიც სწორედ ღმერთის გარეშე სურთა აშენონ, არა მიწიდან ზეცის მისაღწევად, არამედ მიწაზე ზეცის ჩამოსაყვანად. ალიოშას ძველებურად ცხოვრება უცნაურად და შეუძლოდ ეჩვენებოდა. ნათქვამია ყველაფერი გაეცი და გამომყევი თუ გინდა რომ სრულქმნილი იყო. ხო და ალიოშამ თავს უთხრა. არ შემიძლია ყველაფრის ნაცვლად 2 რუბლის გაცემა. ხოლო გამომყევის ნაცვლად მხოლოდ წირვაზე სიარული. შესაძლოა ბავშვობის მოგონებები შემომრჩა ჩვენი ქალაქის განაპირას გაშენებულ მონასტერზე, სადაც დედამის ალბათ წირვაზე დაჰყავდა. შესაძლოა იმოქმედა ჩამავალი მზის ალმაცერმა სხივებმა, მიმართულმა ხატისკენ, რომელსაც ბნედიანი დედაშვილს ავედრებდა. მაშინ ჩვენთან ფიქრით მოცული ჩამოვიდა. შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ მიეხედ მოიხედა. აქ ყველაფერი იყო, თუ მხოლოდ 2 რუბლი. ხო და მონასტერში იმ ბერ-მოძღვარს შეხვდა. ეს ბერ-მოძღვარი, როგორც ზემოთ განგიმარტეთ, ზოსიმე გახლდათ. მაგრამ აქ რამდენიმე სიტყვა იმაზეც უნდა მოგახსენოთ. საერთოდ რანი არიან ბერ-მოძღვრები ჩვენს მონასტრებში და სამწუხაროდ ამისთვის საკმარისი კომპეტენტურობა და თავდაჯერებულობა არ გამაჩნია. თუმცა შევეცდები მცირეოდენად და ზედაპირულად მაინც რაიმე გამცნოთ. ჯერ ერთი ამ საქმეში ღრმად ჩახედული და კომპეტენტურნი ამტკიცებენ, რომ ბერ-მოძღვარი და ბერ-მოძღვრობა ჩვენში რუსულ მონასტერში ძალიან მცირე ხანია, 100 წლისაც კი არ არის, რაც გამოჩნდა. ხოლო მთელ მართლმადიდებელ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სინასა და ათონზე 1000 წელზე მეტია არსებობს. ამტკიცებენ, რომ ჩვენშიც რუსეთშიაც უძველეს დროშიც არსებობდა, ან და აუცილებლად უნდა არსებულიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთს თავს დაატყა და უამრავი უბედურება, თათართა შემოსევანი არეულობანი კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, აღმოსავლეთთან ადრინდელ ურთიერთობათა გაწყვეტის შემდგომ ეს წესი მოიშალა. მოგვიანებით გასული საუკუნის ბოლოს ერთ-ერთმა ჩვენმა უდიდესმა მოღვაწემ, როგორც მას უწოდებენ, პაისი ველიჩკოვსკიმ და მისმა მოწაფეებმა აღორძინეს, თუმცა ამჟამად 100 წლის შემდეგაც კი არც თუ ყველა მონასტერშია და ხანდახან ლამის დევნიან კიდეც, როგორც რუსეთში გაუგონარ სიახლეს. ჩვენში რუსეთში ბერ-მოძღვრობა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ერთ სახელგანთქმულ სავანეში, კოზიოლსკაია ოპტინაში. ჩვენს მონასტერში ვინ და როდის დააფუძნა ვერ მოგახსენებთ, მაგრამ უკვე ბერ-მოძღვართა მესამე თაობას ითვლიდნენ და ზოსიმე მათგან ბოლო გახლდათ. ოღონდ სისუსტის და სნეულებებისგან ისიც თითქმის სიკვდილის პირას იყო მისული, ხოლო შემცვლელად ვის გამო უნახავდნენ ეს არც იცოდნენ. ეს დიდმნიშვნელოვანი რამ იყო, რადგან ჩვენი მონასტერი მანამდე არაფრით ყოფილა სახელგანთქმული. არც წმინდა ნაწილები გააჩნდა, არც სასწაულებრივად მოვლენილი სასწაულმოქმედი ხატი, რაიმე სასახელო გადმოცემაც კი არ არსებობდა, რაც ჩვენს ისტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული. არ მიეწერებოდა ისტორიული გმირობანი, სამშობლოს წინაშე დამსახურებანი. მონასტერს სწორედ ამ ბერ-მოძღვრებმა გაუთქვეს სახელი მთელ რუსეთში და ამის შემდეგაც გაიფურჩქნა, რადგან მლოცველები რუსეთის ყოველი კუთხიდან ათასობით ვერსით დაშორებული ადგილიდან მოდიოდნენ, მათ სანახავად და მოსასმენად. მაშასე, ვინ არიან ბერ-მოძღვარი? ის, ვინც თქვენს სულს და ნებას, თავისი სულის და ნების წიაღში მოაქცევს. ბერ-მოძღვარს რაკი გააირჩევთ, თქვენს ნებაზე უარს ამბობთ და სრული თავდავიწყებით მას უმორჩილებთ. თავის შემწირველი ამ გამოცდას ცხოვრების ამ საშინელ სკოლას ნებაყოფლობით ემორჩილება იმ იმედით, რომ ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ საკუთარ თავს ძლიოს. ისე დაეუფლოს, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მორჩილებით სრულ თავისუფლებას, ანუ საკუთარი თავისგან განთავისუფლებას მიაღწიოს და გადაურჩეს იმათ ხვედრს, ვინც მთელი სიცოცხლე გალია, საკუთარი თავის პოვნა კი ვერ შეძლო. ეს გამოგონება, ანუ ბერ-მოძღვრობა, თეორიული რამ კი არ არის, არამედ აღმოსავლეთში მოქმედი, ჩვენს დროში უკვე 1000 წლოვანი პრაქტიკის ნაყოფია. ბერ-მოძღვრის მიმართ მოვალეობანი ჩვეულებრივი მორჩილება არ არის, რაც ჩვენ რუსულ მონასტერში მუდამ არსებობდა. აქ განცხადებულია ბერ-მოძღვრისკენ მიდრეკილთა მარადი აღსარება და ურღვევი კავშირი შემბორკველსა და შებორკილს შორის. მაგალითად, მოგვითხრობენ, რომ ერთ ქრისტიანების უძველეს ხანაში ერთმა ამგვარმა მორჩილმა
ბერ მოძღვრის დაკისრებული რაღაც კანონი არ შეასრულა. ბერ მოძღვარს განეშორა, მონასტრიდან წავიდა და სხვა ქვეყანაში, სირიიდან ეგვიპტეში მივიდა. იქ დიდი ხნის და დიად ქმედებათა შემდგომ, ბოლოს ღირს იქმნა, რწმენისთვის ტანჯვისა და მოწამეობრივ სიკვდილს ზიარებოდა. როცა ეკლესია უკვე წმინდანად აღიარებული ცხედარს გრძალობდა და დიაკონმა შესწახა, კათაკმეველნო განვედითო, კუბო მოწამის ცხედრიანად უცებ ადგილს მოსწყდა და ტაძრიდან განიტყორცნა. ეს სამგზის განმეორდა. ბოლოსღა შეიტყვეს, რომ ამ წმინდა მოწამეს დანაკისრი დაურღვევია და თავის ბერმოძღვარს განშორებია, ხო და ამიტომაც დიად ქმედებათა მიუხედავად ბერმოძღვრის გადაწყვეტილების გარეშე შენდობას ვერ ეღირსებოდა. დაკრძალვა შესაძლებელი მაშინღა შეიქმნა, როცა იქ მიღწვეულმა ბერმოძღვარმა დანაკისრისგან განათავისუფლა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ძველთაძველი ლეგენდა, მაგრამ ნამდვილ ამბავსაც მოგახსენებთ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარს. ესმა ჩვენმა თანამედროვე ბერმა ათონის მთაზე დაიდო ბინა. წმინდა ადგილი, მყუდრო თავშესაფარი, მთელი სულით და გულით შეიყვარა, მაგრამ ბერმოძღვარმა უცებ უბრძანა ათონი დაეტოვებინა. ჯერ იერუსალიმში ჩასულიყო წმინდა ადგილების თაყვანისცემად, მერე კი უკან რუსეთში, ჩრდილოეთში, ციმბირში დაბრუნებულიყო. შენი ადგილი აქ კი არა, იქ არისო. განსვიფრებული და დიდად დამწუხრებული ბერი კონსტანტინოპოლში ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან და შევედრა დანაკისრი ამხსენიო. მაგრამ მსოფლიო პატრიარქმა უთხრა, არა მარტო მე, მსოფლიო პატრიარქი ვერ შეძლებს ამას. არამედ მთელ ქვეყნიერებაზე არ არის და არ შეიძლება იყოს ვინმე, ვინც უფლებამოსილია ბერმოძღვრის მიერ უკვე დაკისრებული ახსნას. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ თვით იმ ბერმოძღვარს აქვს, ვინც დაგაკისრაო. ამგვარად, ბერმოძღვრობას გარკვეულ შემთხვევაში უსაზღვრო და მიუწვდომელი ძალაუფლება აქვს მინიჭებული. აი, რატომ იყო, რომ ჩვენს ბევრ მონასტერში ბერმოძღვრობას თავდაპირველად ლამის დევნა დაუწყეს. ამავდროულად ბერმოძღვრებმა ხალხში უმალვე დიდი პატივისცემა მოიპოვეს. ჩვენი მონასტრის ბერმოძღვრებთაგან მაგალითად თავს იყრიდნენ დაბიონის და დიდად წარჩინებულიც. რათა მათ წინაშე დამხობილებს თავიანთი ეჭვები, თავიანთი სატკივარი გაენდოთ, ცოდვები ეღიარებინათ და ჩევარდარიგება მიეღოთ. ბერმოძღვართა მოწინააღმდეგენი ამას რომ ხედავდნენ, სხვა ბრალდებებთან ერთად გაჰყვიროდნენ, აღსარების საიდუმლო თვითნებურად და უაზროდ კნინდებაო. თუმცა მორჩილთაგან ანდა საერთოდ ბერმოძღვრებისთვის განუწყვეტლივ გადაშლა გულისა, როგორც საიდუმლოება, ისე არ მიმდინარეობს. ყოველივე მაინც იმით დასრულდა, რომ ბერმოძღვრობა ძალას იკრებს და რუსულ მონასტრებში თანდათან მკვიდრდება. თუმცა ისიც მართალია, რომ მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანის ნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი 1000 წლიანი იარაღი შესაძლოა ორლესილ מחვილად გადაიქცეს. ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად პირიქით უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა ძალაუფლებამდე მიიყვანოს. ბერმოძღვარი ზოსიმე 65 წლისა იქნებოდა. ჩამომავლობით მემამულე, ოდესაც ძალზე ახალგაზრდა სამხედრო, კავკასიაში ობერ-ოფიცრად მსახურობდა. უეჭველია, ალიოშა თავისი სულის რაღაც განსაკუთრებული თვისებით განაცვიფრა. ალიოშა მის სენაკში ცხოვრობდა, რადგან ბერმოძღვარმა ძალიან შეიყვარა და დაიახლოვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ყმაწვილი მონასტერში ცხოვრებისას შეზღუდული არაფრით ყოფილა. შეძლო სადაც მოისურვებდა, იქ წასულიყო. თუნდაც რამდენიმე დღით, ხოლო ანაფორა ნებაყოფლობით ჩაიცვა, რათა მონასტერში არავისგან გამორჩეულიყო. რა თქმა უნდა, ეს თავადაც ეხალისებოდა. შესაძლოა ალიოშას ჭაბუკუ წარმოსახვაზე ძლიერად იმოქმედა იმ ძალამ და დიდებამ, რომლითაც განუწყვეტლივ იყო მოსილი ბერმოძღვარი. ზოსიმეზე ბევრი ამბობდა, მრავალი წელია, რაკიღა ყველას იღებს, ვინც მასთან აღსარების სათქმელად და გულის გადასაშლად მიდის, ვისაც მის რჩევის და განმკითხავის სიტყვის გაგონება სწადია, მისი სული იმდენი აღსარების წუხილის აღიარების მოზიარე გახდა, რომ ბოლოს ისეთი დახვეწილი გამჭრიახობა შეიძინა, მასთან მისულ უცნობ სახეზე ერთხელ შეხედავს და უმალ მოიცნობს, რისთვისაა მისული, რა სჭირდება, იმასაც კი ხვდება მის სინდის რას ტანჯავს, ხო და ვიდრე იგი სიტყვას დაძრავს, მისი საიდუმლოს ცოდნით ისე განაცვიფრებს ლამის შიშს გვრისო.
მაგრამ ალიოშა ყოველთვის ამჩნევდა, რომ მრავალნი, თითქმის ყველავინი, ვინც ბერ-მოძღვართან პირველად მოდიოდა, განმარტოებით სასაუბროდ შეშინებული და შეშფოთებულები შედიოდნენ. იქიდან კი თითქმის ყოველთვის გააბრწყინებული და გახარებულები გამოდიოდნენ. ყველაზე დაღვრემილ სახეზე ბედნიერება ეხატებოდა. ალიოშას განსაკუთრებით ისაოცებდა, რომ ბერ-მოძღვარს სიმკაცრის ნაწამალიც არ გააჩნდა. პირიქით, ყოველთვის მხოლოდ მხიარული მოპყრობა სჩვეოდა. ბერები მასზე ამბობდნენ სრულიად სწორედ იმას შეეთვისება და შეიყვარებს, ვინც ყველაზე ცოდვილიაო. ბერ-მოძღვრის მოძულე და მოშურე ბერები მისი სიცოცხლის ბოლო ხანებშიც კი იყვნენ, მაგრამ მათი რიცხვი თანდათან მცირდებოდა. ხო და დუმდნენ, თუმცა მათ შორის მონასტერში რამოდენიმე ძალზე დიდი სახელის და გავლენის მქონე პირიცერია, მაგალითად უძველეს ბერთაგანი მარად მდუმარე და არაჩვეულებრივი მემარხულე. მაგრამ დიდი უმრავლესობა უეჭველად უკვე ბერ-მოძღვარ ზოსიმეს ემხრობოდა, ხოლო ბევრ მათგანს მთელი გულით მგზნებარე და გულწრფელად უყვარდა. ზოგიერთი თითქმის ფანატიკურად ერთგულნი იყვნენ. მთლად ხმამაღლა არა, მაგრამ პირდაპირ ამბობდნენ, უეჭველად წმინდანიაო. და რაკიღა მისი აღსასრულის მოახლოებას გრძნობდნენ, იმასაც კი მოელოდნენ, რომ განსვენებული სასწაულებს მოახდენდა და მონასტერს უახლოეს ხანში სახელს დიდად გაუთქვავდა. ბერ-მოძღვარს სასწაულებრივი ძალა რომ ჰქონდა, ალიოშასაც ღრმად სწამდა. ზუსტად ისევე, როგორც აუცილებლად სჯეროდა, რასაც ეკლესიიდან გაფრენილ კუბოზე ყვებოდნენ. ხედავდა სნეული ბავშვების ან დაასაკოვანი ახლობლების მომყვანი ბერ-მოძღვარს როგორ ემუდარებოდნენ. სნეულისთვის ხელი შეეხო და ლოცვა წარმოეთქვა. შემდეგ კი მალევე, ხოლო ზოგნი მეორე დღესვე უკან ბრუნდებოდნენ. ბერის წინაშე თვალცრემლიანი იჩოქებდნენ და სნეულთა განკურნებისთვის მადლობას წირავდნენ. ნამდვილად განიკურნენ თუ თავისთავად გამოკეთდნენ, ალიოშა ამას არ დაეძებდა. რადგან მასწავლებლის სულიერი ძალისა უყოყმანოდ სჯეროდა და მისი დიდება ისეთ სიხარულს ანიჭებდა, როგორც საკუთარი წარმატება მოჰქვრიდა. განსაკუთრებით გული მაშინ აუძგერდებოდა და სახე მაშინ გაუბრწყინდებოდა, როცა ბერ-მოძღვარი მდაბიო მლოცველებთან გადიოდა. სავანის ჭიშკართან თავი რომ მოეყარა და მის გამოსვლას ელოდნენ. ეს ხალხი მთელი რუსეთიდან იყო მოსული, მის სანახავად და მისგან დასალოცად. მლოცველნი მუხლს იყრიდნენ, ტიროდნენ, ფეხებზე კოცნიდნენ, იმ მიწასაც კოცნიდნენ, სადაც იგი იდგა, შეღაღადებდნენ. დედაკაცები შვილებს უწვდიდნენ, ბნედიანი სნეულები მასთან მიჰყავდათ. ბერ-მოძღვარი ხალხს ესაუბრებოდა, მოკლე ლოცვას წარმოსთქვამდა, დალოცავდა და გაიხსუმრებდა. ბოლო ხანს სნეულებამ ისე შემოუტია, მის უსწრებული ხშირად სენაკიდან ფეხის გადგმას ძლივს ახერხებდა და მლოცველები მის გამოსვლას მონასტერში რამდენიმე დღეს ელოდნენ. ალიოშას არ უკვირდა, ხალხს ბერ-მოძღვარი ასე რომ უყვარდა. მის წინაშე იჩოქებდნენ, მისი თანახვისას გრძნობა მორეულნი რომ ტიროდნენ. მშვენივრად აცნობიერებდა, რომ ჯაფითა და მწუხარებით და რაც მთავარია გამუდმებული უსამართლობითა და საყოველთაო ცოდვით გატანჯული რუსი მდაბიოების თვინიერი სულისთვის წმინდა ადგილისა და წმინდანის მოძებნაზე, მის წინაშე დამხობაზე უფრო ძლიერი მოთხოვნილება და ნუგეში არ არსებობს. მათივე დრებაა, თუ ჩვენი წილუხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური ამ ქვეყნად იქ, სადღაც ხომ მაინც არის წმინდანი და უმაღლესი. სამაგიეროდ ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ მან იცის სიმართლე. მაშასა და მე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ხო და ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელ დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღქმულია. ალიოშა მიცოდა, რომ ხალხი სწორედ ამას გრძნობდა და ამას ფიქრობდა, ხოლო ბერ-მოძღვარი რომ იყოს სწორედ ის წმინდანი, ხალხის თვალში ღვთიური სამართლის მცველი, თავადაც სრულებით არ ეპარებოდა ეჭვი. ისევე როგორც ამ აცრემოლებულ გლეხებსა და მათ სნეულ ცხოველებს ხელში ატატებულ ბავშვებს რომ უწვდიდნენ ბერ-მოძღვარს. ხოლო რწმენა იმისა, რომ ბერ-მოძღვარი გარდაცვალების შემდეგ მონასტერს არაჩვეულებრივ დიდებას მოუხვეჭავდა, მონასტერში მყოფთაგან შესაძლოა ალიოშას ყველაზე მეტად ჰქონდა სულში გამჯდარი. საერთოდაც ბოლო ხანებში რაღაც ღრმა ამგზნებარე შინაგანი აღფრთოვანება მის გულს სულ უფრო ძლიერად ეუფლებოდა. ოდნავადაც არ აშფოთებდა ის, რომ მხოლოდ ბერ-მოძღვარი იყო ასეთი. სულ ერთია, იგი წმინდა, მის გულში ყოველთვის სუფევს განახლების საიდუმლო. ის ძალა, რომელიც ბოლოს ამ ქვეყნად სიმართლეს დაამკვიდრებს და ყველა წმინდა იქნება, ყველას ეყარება ერთმანეთი. აღარ იქნებიან არც მდიდრები, არც ღარიბები, არც აღმატებულები, არც დამცირებულნი. ყველანი იქნებიან როგორც ღვთისშვილნი და ნამდვილ ქრისტეს მეუფება დამკვიდრდება. აი რა ეზმანებოდა ალიოშას.
გულს. მე მგონი მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ძმების ჩამოსვლამ, რომელთაც მანამდე სრულებით არ იცნობდა. გვიან ჩამოსულ უფრო ძმას, დიმიტრი ფიოდოროვიჩს, უფრო მალე დაუახლოვდა, ვიდრე მეორე ღვიძლ ძმას, ივან ფიოდოროვიჩს. ივანთან დაახლოება უსაზღვროდ ეწადა, მაგრამ აგერ უკვე 2 თვეა ის იქ ცხოვრობდა და თუმცა ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ, მაინც ვერ დაახლოვდნენ. ალიოშა თავადაც სიტყვა დუნწი იყო და თითქოს რაღაცას ელოდა, თითქოს რაღაცისას ცხენოდა. თუმცა თავდაპირველად ამჩნევდა, რომ ივანი ცნობის მოყარე მზერას მისკენ ხანგრძლივად მიმართავდა ხოლმე, მაგრამ მალე მგონი მასზე ფიქრიც კი შეწყვიტა. ალიოშამ ეს შეამჩნია და ცოტა არ იყო შეცმუნდა. ძმის გულგრილობა ასაკსა და განსაკუთრებით განათლებაში განსხვავებას მიაწერა. მაგრამ ალიოშა სხვა რამესაც ფიქრობდა. მიმს მიმართ ასეთი მცირებით დიდ დაინტერესება და თანაგრძნობა ივანს შესაძლოა სულ სხვა, ალიოშასთვის სრულიად უცნობი რამის გამო ჰქონოდა. რატომღაც სულ ეჩვენებოდა, რომ ივანს არსება შიგნიდან მნიშვნელოვან რაღაცას მოეცვა, რომ იგი რაღაც მიზნისკენ, შესაძლოა რაღაც ძალიან ძნელად მისაღწევი მიზნისკენ მიისწრაფოდა. ამიტომაც მისთვის არ ეცალა და სწორედ ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ალიოშას დაბნეული უყურებდა. ალიოშა იმასაც ფიქრობდა, თავად განსწავლული ათეისტი, მე სულელ მორჩილს ათვალწუნებით ხომ არ მიყურებსო. მისი ძმა ათეისტი რომ იყო და ნამდვილებით იცოდა. ათვალისწუნებას ამგვარი რამ თუნდაც არსებულიყო, საწყენად არ მიიჩნევდა, მაგრამ თავადაც ვერ მიმხვდარიყო, მაინც რატომ აღელვებდა ძმა მასთან დაახლოებას როდის მოისურვებდა. უფროსი ძმა დიმიტრი ფიოდოროვიჩი ივანზე უდიდესი პატივისცემით, გულში ჩამწნომად ლაპარაკობდა. ალიოშამ ყოველივე დაწვრილებით მისგანვე შეიწყო იმ დიდმნიშვნელოვანი საქმის თაობაზე, რამაც უფროსი ძმები ბოლო დროს მჭიდროდ დააკავშირა. დიმიტრის მიერ ივანზე აღფრთოვანებით გამოთქმული შეფასებანი ალიოშასთვის მით უფრო თვალშისაცემი გახლდათ, რომ დიმიტრი ივანზე ბევრად გაუნათლებელი იყო და ხასიათისას რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ბერ მოძღვრის სენაკში აი იმ ხანად შედგა ამ მოუწესრიგებელი ოჯახის ყველა წევრის პაემანი. ანუ უკეთ რომ ვთქვათ, ოჯახური თავყრილობა, რამაც ალიოშაზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა. ამ თავყრილობის საბაბი სინამდვილეში ყალბი გახლდათ. მემკვიდრეობასა და ქონებრივ ანგარიშსწორებაზე დიმიტრი ფიოდოროვიჩის უთანხმოება მამასთან, ფიოდორ პავლოვიჩთან უკიდურეს წერტილს როგორც ჩანს, სწორედ მაშინ მიაღწია. ურთიერთობა დაიძაბა და აუტანელი გახდა. ფიოდორ პავლოვიჩმა მგონი პირველმა და მგონი მასხრობით გამოთქვა აზრი, ბერ მოძღვარ ზოსიმეს სენაკში შეკრებილიყვნენ. მისი პირდაპირი შუამავლობისთვის თუნდაც არ მიემართათ, როგორმე წესიად მაინც მოილაპარაკებდნენ. ამასთანავე ბერ მოძღვრის სახესა და ღირსებას იქნებ შთამაგონებელი და შემარიგებელი გავლენა მოეხდინა. დიმიტრი ფიოდოროვიჩი ბერ მოძღვართან არასდროს ყოფილა, თვალითაც არ უნახავს. ხო და იფიქრა, მისი თუნდაც ჩემი შეშინებაო, მაგრამ ეს გამოწვევა მიიღო. რა კი საკუთარ თავს გულში თავადვე კიცხავდა მამასთან ბოლო ხანებში გამოჩენილი ძალზე უკმეხის აქციელის გამო. სიტყვა მოიტანა და უნდა აღნიშნოთ. იგი ივან ფიოდოროვიჩივით მამამისის სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ ქალაქის მეორე ბოლოქში ცალკე იყო დაბინავებული. ამას ის უნდა დაუმატოთ, რომ იმ ხანად ჩვენთან მყოფი პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი ფიოდორ პავლოვიჩის ამ იდეას განსაკუთრებით ჩაეჭრიდა. 40-იანი და 50-იანი წლების ლიბერალმა, თავისუფლად მოაზროვნემდა ათეისტმა, შესაძლოა მოწყენილობის გამო ან და შესაძლოა თავის შესაქცევად ამ საქმეში განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო. უცებ მონასტრის და წმინდანის ნახვა მოისურვა, რადგან მონასტერთან მისი ძველისძველი დავა ისევ გრძელდებოდა. მათ სამფლობელოებს შორის საადგილმამულო მიჯნაზე, ტყის, ჭრისა და მდინარეში თევზაობის უფლებებზე უთანხმოებას ბოლო არ უჩანდა და ასე შემდეგ. ამიტომ გადაწყვიტა ეს ამბავი საბაბად გამოეყენებინა. მონასტრის წინამძღვართან მოლაპარაკების სურვილი გამოეთქვა. იქნებ დავა როგორმე სიამტკბილით მოვაგვარდო. ამგვარი კეთილი განზრახვით მოსულ სტუმარს რა თქმა უნდა უფრო ყურადღებით, უფრო თავაზიანად შეხვდებოდნენ, ვიდრე ცნობის მოყარეობის დაკმაყოფილების მსურველს. ამგვარ მოსაზრებათა გამო მონასტერში შესაძლოა რაღაც ზემოქმედება მოეხდინა ცნეულ ბერ მოძღვარზე, რომელიც ბოლო დროს სავაინიდან თითქმის აღარ გადიოდა და ავადმყოფობის გამო ჩვეულებრივ მოსვლელთანაც კი უარით ისტუმრებდა. მოლაპარაკება დასრულდა იმით, რომ ბერ მოძღვარი დათანხმდა
და დღე დაინიშნა, ვინ დამაყენა მათ მსაჯულად ან და განმკრელად. მხოლოდ ეს უთხრა ღიმილით ალიოშას. პაემნის ამბავიუზე შეიტყო, ალიოშა ძალიან შეცბუნდა. ამ თავყრილობას მოდავე მოკამათეთა შორის სერიოზულად. უეჭველია მხოლოდ და მხოლოდ უფროსი ძმა დიმიტრი შეიძლებოდა მოჰკიდებოდა. სხვები ფუქსავატური და შესაძლოა ბერ-მოძღვრის შეურაცხმყოფელი მიზნებით მოსულიყვნენ. აირას ფიქრობდა ალიოშა. მისი ძმა ივანი და მიუსოვი ცნობის მოყარეობის გამო, თანაც იქნებ ძალზე უხეში ცნობის მოყარეობის გამო მოვიდოდნენ. ხოლო მამამისი შესაძლოა რაიმე სამასხარაო და მსახიობური სცენის გასამართავად. ალიოშა თუმცა დუმდა, უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა მამამისს. ვიმეორებ, ეს ყმაწვილი არც ისეთი მიამიტი გახლდათ, როგორადაც ყველას მიაჩნდა. იგი დანიშნულ დღეს გულდამძიმებული ელოდა. უეჭველია თავისთვის გულში ძალიან ზრუნავდა იმაზე, რომ ოჯახური უთანხმოებები როგორმე დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, მისი უმთავრესი საზრუნავი მაინც ბერ-მოძღვარი გახლდათ. გული უკრთოდა, ვაი თუ მის სახელს რაიმე ევინოს, ვაი თუ შეურაცხონო. განსაკუთრებით ეშინოდა მიუსოვის დახვეწილის, დილობიანი გაკენწვლისა და განსწავლული ივანის ბედიდურად ნათქვამი გადაკრული სიტყვებისა. რა კიღა ყოველივე ამგვარად წარმოედგინა. ერთი პირობა ბერ-მოძღვრის გაფრთხილებასაც კი აპირებდა. უნდოდა რამე ეთქვა მომსვლელთა თაობაზე, მაგრამ დაფიქრდა და აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ ეგ იყო, რომ დანიშნული დღის წინ ერთი ნაცნობის პირით დიმიტრის შეუთვალა, ძალიან მიყვარხარ და შენგან დანაპირების შესრულებას მოველიო. დიმიტრი ჩაფიქრდა, რადგან ვერ გაიხსენა, რას უნდა შეჰპირებოდა და წერილობით უპასუხა, სიმდაბლისგან თავს შევიკავებ და თუმცა ბერ-მოძღვრისა და ივანს უაღრეს პატივს ავცემ, მაინც დარწმუნებული ვარ, აქ რაღაც მახეა დაგებული, ან და უაღრესი კომედიაა. მიუხედავად ამისა, მირჩევნია ენასკბილი დავაჭირო, ვიდნე კადნიერად მოვეპყრე წმინდა მამას, ვისაც შენ ასე ეთაყვანებიო. ასე დაასრულა წერილი დიმიტრიმ. ალიოშა ამ წერილმა დიდად გაამხნევა. ეს იყო ძვირფასება მეოთხე თავის დასასრული. ამის შემდეგ იწყება უკვე მეორე წიგნი, უადგილო თავყრილობა. პირველი მონასტერს ეწვივნენ, ასე ქვია. ძალიან მაინტერესებს და არ ვიცი, თუ დღეს გამოვნახავთ, რომ საოცრად დღესვე წავიკითხავ თუ არა და ხვალ აუცილებლად. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ლაიქი, კომენტარი და არხის გამოწერა, ასე რომ დამიდექით გვერდში, დამეხმარეთ და რაც შეიძლება დიდხანს უსმინეთ, იმიტომ რომ ეს დოსტოევსკია, შმაკმაცდა იყოს. მიყვარხართ, გკოცნით და კიდევ იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უსმინოს. ეს ხო ისეთი საოცარია. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გკოცნით რომ დროებით. მალე გავაგრძელებთ.